მარო მაყაშვილის წერილი. ოჰ, მონობა რა ცუდი ყოფილა. შენ გინდა და სხვა გიშლის. რუსეთმა რაც კი კარგი გქონდა, ჩვენი კულტურა სულ დასცა და ახალიც არაფერი შემოიტანა ენის გარდა. ამისთან ამ მფარველი რომ ღმერთს არ გაეჩინა, უფრო კარგი იქნებოდა. ეს მეტად ცუდი იყო გლეხებისთვის, რომლებსაც თავს დაადგნენ და ტყავს აძრობდნენ. ამ რუსობამ გლეხებიც კი ძლიერ გააფუჭა და სინდისი დაუკარგა ნამუსიც. ეხლა თავისუფლება გამოვაცხადეთ, კვლავ დამოუკიდებლები ვართ. ამის და მიუხედავად, გლეხი სულით და ხორცით დაეცა, დაავიწყდა რწმენაც და პატიოსნებაც. იმის მაგივრაც, რომ ყველანი ერთად იცავდნენ ამ მონობის განთავისუფლებისგან, აქ გლეხიც გამხეცდა და თავის მოძმე ქართველსავე ჰკლავს. საზღვარი არ არის. ადამიანი დაიღუპა. დაფუჭდა. აი რუსობამ რა შედეგი მოუტანა ჩვენ ერს. ნუ თუ დადგება ის დრო, როდესაც ძველებურად აუძგერებს ყველას გულს. ღმერთო, მალე მოვიდეს ის დღე და ქედ მოხრილნი მარტო შენი მონები ვიყვნეთ. რა იქნა ჩვენი ძველი განათლება, სწავლა და კულტურა. მანდილი გადააფარა ამას ყველაფერს ოხრად დარჩენილმა რუსეთმა. ოჰ, როგორ მძულან მეტადრე ახლა ამ ომის დროს და მერე, კითხულობ ყაზბეგის წიგნს, სადაც რუსეთის მთავრობის მოქმედებაა. ეგ ერთიერია მგონი, ესეთი უღმერთო, უბედური, გაუნათლებელი და ღმერთისაგან დაწყევლილი. ღმერთო, მოგვიმართე ხელი.